გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. გაიხარეთ. მოდი უშუალოდ კითხვებზე გადავიდეთ. კარგი. სულ მგონია რომ ხუმრობთ. მე? ხო, მართლა ესეთი ხარ? როგორი? როგორიც ხარ? არ გინდა ესეთ რაღაცას, ნუ ამბობ. მე ვფიქრობ რომ რაღაცებს საკუთარ თავს აჯერებთ. ეთყობა ძალიან რეალისტი ხარ. მყავდა რესპონდენტი, რომელიც გათხოვდა უცხო პლანეტელზე. ანუ რეალობას მე არა ვარ მოწყვეტილი. არა, თქვენს გეცინებათ, ხო ხედავ. ეხლა მე მოგიყვები ისეთ სასწაულ რაღაცას. არა, არ გეტყვი, იმიტომ რომ ძალიან დაგაფიქრე. მოგესალმებით, მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორია მეღვინეობა გონაძეები. მათ აქვს 7 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ამიტომ დააგემოვნეთ გონაძეები. დღეს ჩვენი სტუმარია გია ჯაჯანიძე. გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. გაიხარეთ. მადლობა რომ დამპატიჟეთ. მიხარია ხოლმე, როცა ახალგაზრდებთან გადაცემაში ვარ და სულ მართლა მაინტერესებს, აი რა კითხვები აქვს. ჩვენ პატარა ქვიზები ბევრჯერ ჩაგვიწერია. კი. მოდი ახლა დიდი ვცადოთ. და თუ გახსოვს, არ ვიცოდი რა იყო ქვიზი. პირველ ქვიზზე კი, 2 წლის წინ. ხო, არ ვიცოდი რა იყო და ალალად გითხარი. კი ბატონო. მოდი უშუალოდ კითხვებზე გადავიდეთ. კარგი. ადამიანები ერთხელ იბადებიან თუ სული უამრავ ცხოვრებას გადის დედამიწაზე? მოდით რეალურად რაც ხდება იმას გეტყვით. ადამიანები შეიძლება დაიბადნონ ბევრჯერ ამ ცხოვრებაში. სხვათა შორის არაერთი გადაცემა გავაკეთე, დაიბადა და მერე გადაურჩა სიკვდილს. ისე რომ კომაში იყო 1 თვე, 6 თვე, ან საოცარი ადგილიდან გადავარდა სიკვდილს ჩახედა თვალებში და გადარჩა. ადამიანები იბადებიან აქ ბევრჯერ დედამიწაზე, მაგრამ როგორც ძალიან საინტერესო ხალხი ამბობს ჩემზე, მე ვარ ძალიან ბებერი სული. ანუ ბევრჯერ ვარ მოსული. და ამის ბევრი მაგალითები მაქვს, რატო დავეთანხმე. აი მაგალითად ჩავედი ამერიკაში, ჭიათურაში დავიბადე, გავიზარდე, მახსოვს თბილისში რომ ჩამოვედი, როგორ უყურებდი დედაქალაქს. აი ჩავედი ამერიკაში, არ მიკვირდა არაფერი. ჩავედი იტალიაში, ჩვეულებრივი იყო. ხედავდი ამ საოცარ ისტორიულ ძეგლებს, ხო, იყო ლამაზია. და აქედან გამომდინარე მივხვდი, რომ მე ვარ ბებერი სული. ოღონდ, ნახე, ეს კი არ ვიცი მართალი თუა. მე ესე მჯერა, მომწონს და ვარ ბედნიერი. ანუ ადამიანისთვის მართალი ის არის, ისიც ჯერა, ხო? ხო, ისიც არ არის მართალი, მაგრამ ვისაც რა უნდა ის დაიჯეროს. მე ეხლა რომ მითხრა რამე ფრინველი ვარო, უჭიკჭიქს დაგიწყებ იცოდე. ადამიანო ვიბრაცია როგორ უნდა იმაღლოს? და საერთოდ რა არის ვიბრაცია? გეტყვი, ადამიანი იბადება ვიბრაციით. საერთოდ. ეთყობა, აი გეტყვით, ნახე პატარა ბავშვი არიან კატეგორიები. ერთი წიგს ათვალიერებს, მეორე ხევს. მესამე უყურებს გაოცებული, მეოთხე საერთოდ არ ეხება. მეხუთემ გადაშალა, დადო და მოუნდა რომ ურტყას ან გაგორდეს. აი აქედან შეიძლება გამოვიცნოთ ადამიანის ვიბრაცია. ვიბრაცია არის კეთილსაწყისი საერთოდ. თუ შიგნით არ ახარ კეთილი, დადებითი, მაშინ ვერ იქნები მაღალ ვიბრაციაზე. მაღალ ვიბრაციული ადამიანები არიან ინტელექტუალურები, მათ არ უნდათ შურდეთ. ნახეთ, საერთოდ შური, აი ახალგაზრდა კაცი ხარ. კი ბატონო. რაც არ უნდა შეგშურდეს ჩემი, უნდა მიხვდე რომ ეს შენი არ არის. ამიტომ რაც შენი არ არის, იმაზე არ უნდა იფიქრო. უკვე მაღალ ვიბრაციაზე დგები, როცა შენ არ შეგიძლია
შური. ვიბრაციის გამომუშავება ესეც შეგვიძლია? რა თქმა უნდა, აი მაგალითად არის უამრავი სწავლება, ვარჯიშია და შეიძლება იყოს მაღალ ვიბრაციული ადამიანი. აი ხლა მე მაგალითად ვთვლი, რომ ძალიან მაღალ ვიბრაციული ვარ და მიხვდები როგორი უნდა იყოს ადამიანი. არა ვარ მე ძალიან სამაგალითო, მაგრამ მაინც მაგ უამრავი შემოთავაზება. ის რომ ჩავწერო რეკლამები, წავიდე სხვადასხვა ტელევიზიებში, ის შემოთავაზება მაქვს რომ ვიმღერო. სმენა, აი არიცი როგორ ვიტანჯები სიმღერის და ტანჯავს რა, მიკროფონი რომ მიჭირავს ხელში, ტყუილა რომ აღებ პირს, ხვენია, სინდისი მაწუხებს. თეთა ეს მომღერლები როგორ აღებენ ტყუილა პირს გიждები. პლუსზე როდესაც მღერიან? ხო, პლუსზე როცა მღერიან ახლა, ვინც ცოცხლად ანუ მღერს. სიმღერის კომპლექსი გააქვთ? რისი? სიმღერის. კომპლექსი კი არა მაქვს, სინდისი მაქვს. ხო, ეგური განსხვავდება. არა, ეხლა ერთხელ საბერძნეთში მღეროდი სცენაზე და გვერდით. აი თან ზუსტად გავიშვირე ეხლა ხელი კულისებში მარცხენა მხარეს იდგა თემურ თათარაშვილი და ეკა კვალიაშვილი. და სცენაზე გავედი და მე დავიწყე სიმღერა. მეწვოდა ეს მხარე, კანი მეწვოდა სირცხვილით. ხო, ნუ დამიკრეს ტაში. ნარკოტიკული თრობა ან სხვა რაიმე საშუალება თუ გამოგიყენებიათ საკუთარი რაღაც სულიერების გაზრდისთვის? არასოდეს. ნახე მე რას ვამბობ,იცი? ძალიან ხშირად მაგ ხოლმე მე დავიბადე კაიფში თვრალი. არ მჭირდება. ალკოჰოლს საერთოდ არ მიირთმევ. არ მიყვარს, არა, აი არ მიყვარს, აი რო გითხრა რომ აი იმის გამო რომ ხასიათზე მოვიდე, გაღიმებული მძინავს და რაღა ხასიათი მიდა. ან ნარკოტიკი, ან არა. და ანუ გართობის მხრივადაც არ ანუ არსად არასდროს არ გამოიწვია. რა თქმა უნდა, გართობას სუ ვერთობ. სულ ცეკვის ხასიათზე ხართ. ცეკვა არ ვიცი. ხო? ხო, არა. და ალკოჰოლის შემთხვევაში შეიძლება იცეკვოთ. არა, მისინჯია. სხვათა შორის ღვინო რო ახსენე, გამიხარდა, მაგრამ მე არ ვსვამს თეთრ ღვინოს. თუ არა დავაგემოვნებდი წითელი ღვინო. წითელი ღვინოც გვაქვს. გააქვთ? ხო და აი რო შემოგეთავაზებინათ გეტყოდი საჩუქრად გადან წითელ ღვინოს. მაშინ სახში დავლევ და ეხლა კი ბატონო, თქვენი გადასაწყვეტია. არა, ნახე მე მაგალითად ძალიან გამოგადგებო. მე არა, ძალიან გამოგადგებოდა ეხლა რო დამელია 1-2 ყლუპი. ცოტა მომეკიდებოდა და ისეთ რაღაცებს გეტყოდი. შეგვიძლია წითელი ღვინო რო გავხსნათ? არა, ნუ გახსნით, იმიტომ რომ ეს თუ მიმართ. გვაქვს მეორე. გახსნით. ქაღალდ დამა. გვაქვს მეორე. ძალიან ცხელად, სმო. ეხლა დაკეტე, არ გცხელა, იცი გეჩვენება. ხო. ხო. ეგეთ რაღაცები არსებობს? როგორ არ არსებობს? ეხლა მე ვზივარ გრილ ადგილას და ვარ კომფორტში. უფრო კარგად ვაზროვნებ, უფრო ბედნიერად ვარ და ჰარმონიულად პასუხობ ყველა კითხვას და ეხლა თუ გცხელა რაღაცები დაგაკლდება კითხვების დროს და არ გცხელა გეჩვენება. გცხელა? ნახე 2 წუთში ნახე როგორ გრილოდეს აქ. ეს შრიალს დაიწყებს. სულ ეგეთი იყავით თუ გამოცდილება მოგიტანა? არა, დავიბადე. ესეც დაიბადეთ, ხო? ტელეეკრანებზე ძალიან დიდი ხანია რაც შევხართ. 45 წელია ტელევიზიაში მუშაობ. მაგრამ განსაკუთრებით რაღაც მე ესე მახსოვს, შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რომ 2010 წლის შემდეგ სულ გიაჯაჯანჯე ჩანს. არა, ნახე როგორ იყო გეტყვი. 7 წელი მუშაობდი ტელეკომპანია მზეში და მიმყავდა ყოველ დღე მზესუმძირა ესეთი გადაცემა იყო. რომელი წელი იყო? წლები არ მკითხო არაფრის, იმიტომ რომ არ მიყვარს, კი არა, არ მინდა, ვერ ვიმახსოვრებ. წლებს ვერ ვიმახსოვრებ. დაიჯეროთ, რომ შეგიძლიათ დამახსოვრება, შეიძლება დაიმახსოვროთ. იცი რა არის, მე რაც არ მჭირდება, იმას არ ვიმახსოვრებ და ვერ ვიმახსოვრებ. საერთოდ ერთი რამეა, ოღონდ მართლა გულწრფელად გეუბნებით, ჭიქაში რო წყალი ჩაასხა, გადმოვა და დაიღურება. ტვინიც ესეა. ისეთი ინფორმაცია, რაც ჩემს ტვინს არ ჭირდება,
ან არ ვისმენ, ან იქვე ვაგდებ. არ მაინტერესებს. ხო და ასე რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. პირდაპირ ეთერების, ისე გადაცემების და აი ესაა. აბსოლუტურად ყველა ადამიანს ემპათიას, ვინც თქვენს გადაცემაში ყოფილა. მაგრამ მე მაინტერესებს აი ეს ცნობილი ვიდეო რო ბავშვი რო ხმები ესმის. ეგ მართალია? ნახე როგორ ხდება რო გავიგე რომ კედლებზე წარწერები იყო, ხმები ესმოდა და ასე შემდეგ, მე დავიჯერებ, მე რა ვიცი. მივდივარ და არის ესეთი ანომალური მოვლენები, უცხო პლანეტელები თუ ბარაბაშკა თუ ვიღაცა ცხოვრობს ოჯახში. და ნახე მე რა გავითვალე სანამ ამ ყველაფერს ვნახავდი, მანამდე ჩავწერე თავტექსტი. რომ აი არ ვიცი სად მივდივარ, როგორ ანაირად რაღაცა და მივედი. არ ვიცი, მე ვერ ხვდები მართალია თუ არა თავიდან. ეხლა მაგ რეპორტაჟი ისეთი მომზადებული იმ ვიდეოს აჯობებს. ხო? სასწაული. მსგავსი თემაა? დაახლოებით. მე ისეთი საინტერესო ხალხი მყავს ნანახი, აი მე მაგალითად მყავდა რესპონდენტი, რომელიც გათხოვდა უცხო პლანეტელზე. რა? როგორი რაღაცა იცი? ჩვეულებრივი ადამიანები, აი ჩემი გადმოსახედიდან გათხოვდა უცხო პლანეტელზე აბსურდს გავს. ხო, მე რა, ეს თქვენთვის არის აბსურდი, ხო? კიდევ ეკრანის მიღმა ადამიანებისთვის, ძალიან ბევრისთვის, აი თქვენი რეპორტაჟებზე აი ზუსტად მაგით დაგისვიდე კითხვას, რომ აბსურდია რა, ზუსტად ეგ მაინტერესებს, აი როგორ მიდიხართ იქამდე, როგორ ინფორმაციას ვიგაწვით ამაზე. კარგით, ინფორმაციას მაწვდის, მე ინფორმაცია მაქვს ძალიან ბევრი. ნახეთ, დედამიწაზე ძალიან ბევრი საოცრება ხდება. კი ბატონო, ამის მჯერა. მე ადამიანი, მე ვარ მკვლევარი საერთოდ. ნახე, აი ამ ხელს რო ესე ვხმარობ. კი ბატონო. ეს არის საოცრება. ეხლა რო ამოვედი ამ კიბეებზე, სად მივდივარ, რატომ მივდივარ, რა ხდება, როგორ ფეთქავს, აი ყვავილს როგორ იფურჩქნება, რა ფერი აქვს, ეს ყველაფერი არის საოცრება. ჩვენ არ ვიცით ის მართლა გათხოვდა თუ არ გათხოვდა. კი ბატონო. იმათთვის ჩვენ ვართ საოცრებები, 1000 კაციან ქორწილს რო ვიხდით, აი მე მაგალითად ჩემთვის ეს არის უცხო პლანეტელზე ძალიან საოცრება, 1000 კაციან ქორწილს რო მთელი ღამე რო არძინავს და მეფე დედოფალს ნათესავებს, როგორი იქნება საჭმელი, რაღაცა, იქ მე შეიძლება ჩხუბი მოხდეს, შეიძლება ვიღაცას არ მოვიდო რა. აი ამ ქაოსს რატო იგონებს ადამიანი? ეს არის ძალიან საოცარი. და ის იჯდა თავისთვის, მოვიდა იქიდან, უთხრა ცოლად გამომყევიო, ეს გაყვა. ყავდა 4 შვილი და ცხოვრობს იქ შვილები. რა გიდათ ეს რატომ არ არის დასაჯერებელი? არა, თქვენს გეცინებათ, ხო ხედავ. მეცინება იმასე რომ ვერ გაგებინებ ეხლა რა ხდება. რთულია, ხო, არ ვიცი, რთული წარმოსადგენია ყოველ შემთხვევაში. ნუ რატო უნდა წარმოიდგინო? არ წარმოიდგინო. გათხოვდა, გაყვა უცხო პლანეტელს. მორჩა ამბავი. სო, დამთავრდა. კარგი, მაშინ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. თუ არის ადამიანის დაბადებასთან რაიმე კავშირში მისი წელი, თვე და დაბადების წუთი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადე, როდის დაიბადე, რომელ თვეში, რომელ რიცხვში და ასე შემდეგ. ეხლა მე მოგიყვები ისეთ სასწაულ რაღაცას, რომელიც ჯერ ერთი მე იმ პერიოდში, როცა ესე რო იტყვიან, გაგანია კომუნიზმი იყო, მაშინ ვაკეთებდი ასტროლოგიურ პროგნოზს. მე ვიყავი დაკავებული ასტროლოგიით, ეზოთერიკით. ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი. მაგ დროისთვის ეკო არ იყო კანონსაწინააღმდეგო. კანონსაწინააღმდეგო არ იყო, უბრალოდ არ უნდა დაგერღვია ის კანონი, რომელ კანონშიდაც დაუშვათ შედიოდა ადამიანების ტყუილი, მოტყუება. მე ამას ვაკეთებდი ოფიციალურად, გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი პროგნოზი.
და ახლა გაზეთში რო იბეჭდები, თან კიდე იქ როგორი ის არის, იცი, წარმოსადეგი ადამიანი ხარ, გაზეთში იბეჭდება და ასტროლოგია შენახული მაქვს ყველა გაზეთი. მერე გავიდა დრო, უკვე ეზოთერიული რაღაცები რო დავიწყე ნელ-ნელა, ესეც იბეჭდებოდა. ოღონდ არ ვამბობდი ისეთ რამეებს, რომელიც დაუშვათ ძალიან გაგიკვირდებოდა ან სასწაული იყო. აი მაგალითად ქუჩაში ვააჩერებდი ადამიანებს და ვეუბნებოდი სად მიდიოდნენ, რატო მიდიოდნენ, რატო წუხან, რა ელოდებოდათ და ეს ამბავი გასკდა როგორ. ვიღაც გოგო ვნახე გაჩერებაზე და პირველი რომ დგევარ, გავიხედე და პარკს შევხედე და ავაყოლე თვალი და გოგო და აი უკვე კონტროლს ვკარგავდი მაგ დროს. მივედი ამ გოგოსთან და ვეუბნები რომ ეხლა სადაც მიდიხარ, არ წახვიდე იქ თუ გინდა ბედნიერი იყო. ხო და ეს გოგო აი შეიშმუშნა რაღაცა, აი შეეშინდა და უკვე რომ გამოვდივარ, როგორ მახსოვს, დიდუბეს მეტროსთან 79 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი, მუხიანში მივდიოდი და რომ მოვტრიალდი ამ გოგოს კიდე უთხარი, არ წახვიდე თუ გინდა რომ არინანო მეთქი. всё, დამთავრდა. 2 წლის შემდეგ ეს გოგო მიდის Svobodnaya Gruzia იყო ესეთი გაზეთი, რუსული გაზეთი, მიდის ეს გოგო ამ რედაქციაში და ეუბნება, რომ აი ვეძებო ადამიანსო, რომელიცო თქვენ გაზეთში ვნახეო, ინტერვიუ იყო, სხვა ინტერვიუ, მეო ქუჩაშიო ესე გამაჩერაო და ეხლა უნდა ვთქვაო, რომ მივდიოდიო, აბორტი უნდა გამეკეთებიაო და არ გავიკეთეო. იმ ბიჭმა ცოლად მომიყვანაო და მყავსო პატარა შვილიო და ვარო ძალიან ბედნიერი და მადლობა მინდა უთხრა ამ ადამიანსო. და მოიტანა აი ამ ხელა პატარა ოქროს ჯვარი, ის ჯვარი ეხლაც მაქვს. ანუ ეს ერთ-ერთი მაგალითი მოგიყევი, უამრავი რაღაცეები იყო. და აქედან გამომდინარე, იცი რა არის, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. როგორ რანაირად ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე მაგრები, ჩემზე განათლებულები, ჩემზე სიმპათიურები, ყველაფრით ჩემზე მაგრები. და მაინც მე ვარ. მიხვდი? კი, მესმის. ანუ ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მე გითხარით, რომ მე ვარ მკვლევარი. რა დონეზე ვიკვლევ ჯერ ჩემ თავს და მე ადამიანებს. დავსვი დედა ჩემი და მოვაყოლე მიზეზობის დროს ჩემზე რო იყო ფეხმძიმედ, რას მიზეზობდა, რა უნდოდა და იმის მიხედვით ვხვდები მას რა მოთხოვნილება ქონდა, რა ხასიათზე იყო და მე ამ დროს მუცლად ვიყავი. ამ დონეზე ვიკვლევ და მთელი მსოფლიო შემოვიარე. 17 წლამდე ჭიათურას არ ვიყავი გაცილებული. მიხვდი ხო რას გეუბნები? ამიტომ ის როდის დაიბადე, როდის აი ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა მერე საკუთარი თავი უნდა შეიცნო. უნდა შეისწავლო საკუთარი თავი. ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? კი, ძალიან. ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ხალხი გავს ქართველებს? უფრო ალბათ იტალიელები. იტალიელები? ხო. ოღონდ იცი რა არის? ამასაც შეიძლება ვამბობ შთაგონებით. იმიტომ რომ ადრე მაქვს გაგებული, რომ აი იტალიელები ისეთივე ტემპერამენტიანები არიან როგორც ქართველები თუ პირიქით, რა არის იცი? ქართველს ვერ ვამსგავსებ ვერავის. ქართველის მსგავსი არავინ არ არის. აი ემოციურები, ნიჭიერები, ჭკვიანები არ ჯერათ არაფრის. ერთმანეთის კი არ ჯერათ. აგერ გიყურებ, რაღაცას მიყვები და შეიძლება ეჭვი შემეპაროს, რომ იტყუები. სულ ეს და ერთადერთი რაც ცოტა მაშფოთებს, ეს არის რომ
პატიების უნარი აქვთ ნაკლები. ქართველებს? ხო, არ პატიობენ ერთმანეთს. ხო, გააჩნია ადამიანი არა. ყველა ადამიანს უნდა აპატიო? ჯერ ერთი თუ ქრისტიანები ვართ, უნდა ვაპატიოთ, მაგრამ ეს პოლიტიკური არპატიება არის ყველაზე ადვილი. ეხლა შენ რო სხვა აზრზე იყო. მე რატო არ უნდა გაპატიო? ეხლა შენ რო არა, სხვა, ანუ რაც უფრო ბევრი აზრი იქნება, უკეთესია მგონი. უკეთესია, მაგრამ მიმტევებლობა შენ, ნახე, მე რა გჭირს საპატიებელი, როგორც კი სხვა აზრს გამოთქვავ, იმ წუთში ხარ მტერი. ხო, არა, ეგ საშინელებაა. ხო და ამიტომ ნახე, რატოა ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე გახლეჩილია ორი შუა თუ შუაზე. რატო გაიხლიჩა? ერთმანეთს არ პატიობენ განსხვავებულ აზრს. აი ეს არის. კი ბატონო, არა, ზოგადად განსხვავებული აზრის დროს საუბარი არის ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემი აზრით. ეგ თეორიულად. პრაქტიკაში გამომსვლია მე. არა, ზოგადად ესე ნუ ახლა 1-2 რო გამოგიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოგივა კიდე ეთყობა მძიმე სიტუაცია. უნდა ვეცადოთ. ნახე, უნდა ვეცადოთ, მაგრამ ესე არ არის. თუ გინდა დავარცხნილი ინტერვიუ, ყველაფერზე დაგეთანხმები. არა, დავარცხნილი ინტერვიუ არ მეკითხები. რამდენი წლის ხარ? მე 25. 25-ის. ხო, გამოცდილება ჯერ არ გაქვს. რა თქმა უნდა, ჯერ. და უფრო ადვილია საუბარი. აი, მე როგორ ადვილად საუბრობდი, იცი 25 წლის რო ვიყავი, მაგრამ 25 წლის რო ვიყავი, არა, ეხლა არ ვეტყვი, იმიტომ რომ ბოლოში ლანძღვები მოყვება ამას და მინდა რომ რაღაც. რას მოყვება ლანძღვები? მაინც არ გეტყვი, ხო, დამაცდენინებ თუ. წითელი ღვინო უნდა გამოგვეტანა. აბა, აი ეგ არის. ხშირად, როდესაც ეკრანიდან გიყურებდით, კითხვა უჩნდებოდა ჩემს ირგვლივ ადამიანებს. მართლა ესეთი ხარ? მართლა ესეთი ხარ? როგორი? როგორიც ხარ? აი როგორი ვარ? მიდე, აბა მითხარი როგორი. ჩემი აზრით განსხვავებული ხარ. აი რა რიცა ვარ განსხვავებული? მოდი აქედან დავიწყოთ. ჩაცმულობით განსხვავებული თქვენ ხართ ჩემთვის განსხვავებულები, ფორმასავით რო გაცვიეთ, იც შავი. გასაგებია. ანუ აურის გამო არის ეს ფერები თუ რაიმე თუ უბრალოდ ესე გაცვიეთ. რაღაცა ენერგიას ხო ენერგიის გამო გაქვს მე როგორც ხდები თუ არასწორად ხდები. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე როგორ იყო ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ საერთოდო ძალიან დიდ მასაშიო ოღონდ ეს ადრე იყო. შენი მოკლა რომ ვინმეს უნდოდესო უცბად მოკლავდაო, იმიტომ რომ ერთი მარტო შენ დადიოდი წითლებში. ხო. და ირგვლივ სიმუნქე იყო. არა, ეგეთი დავიბადე. კიდე ერთხელ გავუსვით ხაზი. ხო, ესეთი დავიბადე და გამოიკვეთა რა დროს იცი, სულ პატარა ვარ. ძალიან დიდი თანამდებობის პირი ყავდა ნათესავი და დედაჩემმა წამიყვანა სტუმრად. სკოლაში ვარ ახალი მისული და რომ მივედით რაღაცა სუფრა იყო, რაღაცა და გავედი ლოჯში. დედა რა დავინახე? ლოჯში ეკიდა ფარდა. კიდაღამ შოქში ჩავარდი. და ის ფარდა მინდოდა რომ ჩამეცვა. მიხვდი, ანუ მე ეს მაგ მუდმივად, აი დღეს რო ავდექი, ბანაობდი და აი ბანაობის დროს მაგ ხოლმე რა მაცვია, რა ფერი. აჰა, ბანაობის დროს ირჩევთ ფერს და მე. ხო, ფერს. და იმ ფერზე მაგ აწყობილი, უამრავი ანუ დილით ესეთ ხასიათზე გავიღვიძე ამ ფერზე, ეგრე არა. ბანაობის დროს იღებ. არა. აი ეხლა ბანაობა პირობითად გითხარი, ყოველთვის ვარ აი სულ ღია ფერებში და მომწონს, მიყვარს, მიხარია. ყველა ეს მერე ვისწავლე. ყველაფერს თავისი აურას როგორი შეხამება აქვს, აურაც რა არის. ადამიანი ჩაცმულობით საუბრობს თქვენი აზრით? ხო, საუბრობს. ხანახან იტყუება კიდეც. აი მაგა რა გეციდა მითხარი? არა. მინახავს ადამიანი. ძალიან სოლიდურად რო აცლია ახლა ის საუბრო, არა, ის ზოგი იტყუება. ხო და აქედან გამომდინარე მე არ ვიცი,
თქვენ რო ჩემი საწოლი ნახოთ გაგიჟდებით. გეგოდება გარბისო ისეთი ჭრელი თეთრეული მაქვს. თვალს არ გიჭრელებთ? არა. მე მაქვს რომ ზოლებიან საწოლში ვერ ვიცინებ. აი ბევრი ზოლი როა. ხო, ნუ ეს ზოლებიანი აქ ხოლმე. სხვათა შორის ერთ თქვენ რესპონდენტს მე ვნახე ვიდეო, აი აქ ბროში ეკეთა და სულ ზოლები ქონდა ამ ბროში. სარკე იყო და ანარეკლი იყო. რომელი ჩემი სტუმარი იყო, ხო არ გახსოვს? ნანკა გვარი. ბროში ეკეთა? ბროში ეკეთა აი აქ. და არც შეგიმჩნევია. და სხვათა შორის რო უყურებდი გადაცემას, მე ვიფიქრე, რომ ეტყოდი, რომ რა ლამაზი ბროში გიკეთია და არ არის გამორიცხული, რომ სპეციალურად ეკეთა მე მაგ და იმიტომ ვიფიქრე, როცა ასეთი დიდი ბროში მაქვს და სარკეა და ადამიანებს თავიანთ თავს ვანახებ ხოლმე. აჰა. ხო და იმ ბროში შეიძლება უნდოდა რომ დაენახე და არ შეამჩნიე. ანუ მე უნდა დამენახა საკუთარი თავი? ხო. და ეს მე რას მომცემდა? რას მოგცემდა და ორი იქნებოდი. რას მოგცემდა? კარგი ახლა და აი და მომისმინე ძალიან ინტელექტუალ რაღაც სულიერ, რაღაცა სარკე, რას მოგცემდა და საღამოს დაიდებდი ტაფაზე და შეწვავდი. არა, მე რესპონდენტებს ვცდილობ რომ თვალებში ვუყურო. ანუ ესე ვიზუალურად არ ვთვალიერებ. ეს თვალებში ვიცი, აი გამოვიცანი და სათვალედ სპეციალურად გავიკეთე. რო უყურო თვალებში რა ამერე? მე ვფიქრობ რომ უფრო კარგად ვკითხულობ რა საუბრობს და მათყუებს თუ ნახე. თქვენი გამოცდილება საინტერესო იქნება არა. ნახე, გეტყვი. ფეხი. კი ბატონო. უხერხულობის დროს ოდნავ, ეხლა მე რო რაღაცას ვფიქრობ, აი ამ ფეხს, აი ესეთ რაღაცას ვაკეთებ. ჯერ ერთი ისიც უნდა შეგემჩნია. მერე უნდა შეგემჩნია, რომ ვლაპარაკობდით ესე, რამდენად თავისუფლად მიდევს ხელები, იმიტომ რომ ხელების დროს, ინტერვიუს დროს ადამიანი დაძაბული რო არის, ხელს უჭერს. კი ბატონო. და კიდე მე გაკვირდები ყველაფერზე. რა და როგორ. თვალებს აპარპალებ რაღაცას რო ნერვიულობ. ნერვიულობ კი არა, აი კითხვის დასმის დროს და ძალიან ბევრჯერ აი ამას შვები, აი ამას აკეთებ და აწვალებ ამ პასტას და არ წერ და პასტა რატო გიჭირავს ხელში? კითხავს ხაზავ ხოლმე. რო არ გადახაზო, რატო რატო ხაზავ გავაგებ? მე ჩემთან ინტერვიუ გიდოდა თუ მასტერკლასი ჩამეტარებინა? ანუ ზუსტად ეგ არის, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული ინტერვიუები რო არ გვინდა რომ გამოგვივიდეს, ესეც სტილს ვცდილობთ, რომ იყოს ბუნებრივი. ნახევრად, აი ეს ფორმატიც არის, რომ აკადემიური კითხვა დაუსვა ადამიანს და მე უკვე აკადემიური კითხვები აწიიწება თუ ისე რაც იყო. რესპონდენტს გააჩნია, ეხლა დასაწყისში უკვე ისეთი. რატო აკადემიურად არ გამოვიყურებ? არა. არ გამოვიყურებ. არ მოგვიხდება. რა აკადემიური კითხვა. სინჯე. სინჯო? ხო. შენ ცხოვრებაში ფიქრს ყველაზე დიდი გავლენა აქვს? გავლენა არა აქვს, ფიქრი როგორ არის, ჩემთან ხდება რა. აი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემ თავზე არა, მხოლოდ გადაცემაზე. ნახე რამდენად ბედნიერება, რომ დაიდო ეს გადაცემა, უყურა ბევრმა, ბევრი ნახვები დააგროვა და მე ვიქნები ამაყი და ეს ჩემთვის ხო არ არის, არის ჯერ თქვენთვის და მე ჩემთვის. ნახე, ესეთ რაღაცეებს ვფიქრობ სულ. თუ დაუშვათ რამე ისეთი არ მოგეწონა, იცოდე, ამასაც იმიტომ ვაკეთებ, რომ ესეთ რაღაცეებს უფრო მეტი ნახვები აქვს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, ფიქრი ჩემთვის არის ძალიან ბევრი რამის მომცემი. ანუ ცუდზე როდესაც ფიქრობს ადამიანი. ხო არის ეგეთი ლეგენდა, არ ვიცი ლეგენდა ალბათ, რომ ცუდზე თუ ფიქრობ, მერე ცუდი ხდება. ლეგენდა ეგ არ არის. ნახე, ფსიქოლოგიური მომენტია, განწყობის თეორია ეგ უფრო.
თუ განწყობა გაქვს უარყოფითი და ცუდი, მერე შეიძლება ცუდი მოხდეს. მაგრამ ზოგჯერ ეს ასე არ არის. ნახე, თუ ხარ ფრთხილი ადამიანი, ფიქრობ ეს არ მოხდეს ცუდი, ეს არ მოხდეს და გაფრთხილდები. და თუ კონცენტრირებული ხარ იმაზე, რომ ცუდი შეიძლება მოხდეს, უკვე შეიძლება მოხდეს. მე მაგას არ ვფიქრობ საერთოდ. ცუდი თუ მოხდება, თავისთავად მოხდეს, მე არ ვერევი. რაზე ნერვიულობთ ხოლმე? სხვათა შორის გეტყვი, არ ვიცი, მე მგონია უცნაურად უნდა მოგეჩვენოს. მე არ ვნერვიულობ მომავალზე, მე არ ვნერვიულობ რა, აი ფული არ მქონდეს, საჭმელი არ მქონდეს, ჩასაცმელი არ მქონდეს, პოპულარული არ ვიყო, ეხლა ვარ უკვე და ამის იქით ეხლა სად რა უნდა ვქნა. იცი რა, მანერვიულებს ადამიანები, კონკრეტული ადამიანები, აი მაგალითად აი ყველაფერი აქვს საიმისოთ, რომ კარგად იყოს. და მერე უნდება მეტი. კი ბატონო. აი მეტი რომ უნდება, აშავებს და აი ესე გადმოვარდება ხოლმე კვარცხლბეგიდან. ეგ ხო ადამიანების სცენია. არა, ყველა სცენი არ არის. მე იცი როგორი ფრთხილი ვარ, ეხლა ხო რაღაცეებს ისე გეშპილკავები, ბოლოს კარგად წავალ შენგან, რომ მერე ქუჩაში რო შემხვდები, კარგად შემხვდე. ანუ არ დაგტოვებ ნაწყენს. აი გეტყვი ერთ პატარა ხრიგს კიდე, ესე კი არ აღმოვცენდი. რა თქმა უნდა. როცა ბევრი წლის წინ, 1-20 წლის წინ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან მირეკავდნენ სტუდენტები, მეორე კურსელები, რომ გამარჯობა, შეიძლება თქვენთან ინტერვიუ. მე ვთხარი, კი, როგორ არა, მოდით. მოდიოდნენ, წერდნენ ინტერვიუს, მე ვაგზავნინებდი მეილზე ინტერვიუს, ჩაუსწორებდი და მიქონდათ საკურსო. ნახე, ეს ჟურნალისტები ხო გაიზარდნენ, ხო გამოვიდნენ, ხო ჟურნალ გაზეთებში ხო დარიგდნენ და დაიწყეს მუშაობა და პირველი რა გააკეთეს? ჩემთან მოვიდნენ. მიხვდი? დავთესე ის სიკეთე. სიკეთე და დაგიბრუნდათ. და მე მოვიდა. აი ეს არის ჩემი ფიქრი. ხვდები ხო რას? კი, მივხვდი. აი ეხლაც ისე უკვირთ, პატარა ბავშვები რომ მირეკავენ, მე ვთხარი, შეიძლება იმას ვეღარ მოვესწრო, რომ თქვენ კიდე, მაგრამ აკეთე სიკეთე და ერთი რამე, შეირგე ისადაც იხარ, გადაცემა რომ მიყავს, თვითონ შემოგთავაზებენ თუ კარგი იქნები, მერე მეტი არ მოინდომო. ხო, მაგრამ ამბიციური არ უნდა იყოს ადამიანი? ჯანსაღი ამბიციური უნდა იყოს, მაგრამ ძირითადად ჩვენ არაჯანსაღ ამბიციას. გასაგები, რაღაც მიზანს რო დაიწესებს ადამიანი. აი კონკრეტულად რო ვისაუბროთ, რომ აქამდე უნდა მივიდე და ამის გამო შრომობს. იმ პატარა ადგილიდან. ეგ თქვენი აზრით რა? არ მჯერა მე მაგის. ხო? არ მჯერა. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ყოფილიყავი ცნობილი. არასოდეს არ მიფიქრია, რომ აი რაღაცა ვიქნები ესეთი პოპულარული. გინახავს მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში ვიყავი და ვერ მივაღწიე იმ მაღაზიამდე სურათი. არ მქონია ეს ოცნებად. ეს მოხდა თავისთავად, სწორად ვცხოვრობდი. და იმიტომ ჩემს სიცოცხლეში ვერ მოძებნი ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ამან ცუდი გამიკეთა და რაღაცა ზურგს უკან მომთხარა. მე რას ვაკეთებ იცი? ნახე რა მაგარია. ძალიან ბევრი რჩევა მივიღეთ, აბა? ნახე რა მაგარია. ჩემთან, ჩემს ირგვლივ რომ ვმუშაობ, ხო შევატყობ, რომ მაგარი ტიპია. და ის მაგარი ტიპი თავისთავად იწყებს ბრძოლას. რომ ჩემზე მაგარია. და ხო, იბრძვის. მე ამას არ დაუშვებ, რომ მებრძოლოს. ამიტომ რას ვაკეთებ?
ვეხმარები მაგრად. მიდის წინ. ვეხმარები რომ დაწინაურდეს. წავიდეს ჩემგან. იქ ძალიან მაგრად არის. მიხვდი? კი ბატონო. და ვიშორებს იკეთით. და ამიტომ ჩემი ის არის სიტყვა, სიტყვა რა სიკეთეში ამოგხდის სულს. სიკეთეში ამოხდეს. ხო. ძალიან კარგი. ასაკს არ კითხავ, იმიტომ რომ ვიცი არასახერა. ბოლოს მითხარი 45 წლის ვარ. საიდან მოიტანე? კვიზში მითხარი რომ 45 წლის ვარ. დიდი მადლობა, მოგეჩვენა ეტყობა, იმიტომ რომ არასოდეს ასაკს არ ვალავ, პირიქით ვიმატებ 45 წლის, როდის ვიყავი აღარ მახსოვს. ეგრე მითხარი. 65 წლის ვარ. 65 წლის ხარ. აქედან რომ გავალ, შევამოწმებ 45 წელს არ გეტყოდი. ამოჭრილი მაქვს. რა? ეგ მონაკვეთი. არ ვიცი, ეტყობა გაგაშაყირე და თუ 45 წლის ვერ მითხარი რას მატყუებ, ხო? კი, გითხარი და თან თავი ამარიდე ასაკთან დაკავშირებულ კითხვაზე. ზუსტად მახსოვს, იმიტომ კარგი. ეს დავიწყე ესეთი შესავალით. აი 100 წლის რო გახდებით. ხო. სიბერეში ასაპირებთ. ჯერითი არ ვიცი გავხდები თუ არა. სიბერეში რას ვაპირებ და არ ვიცი, არ მე ვცხოვრობ დღეს. დღევანდელი დღით. ხო, დღევანდელი დღით, იმიტომ რომ ნახე, ჩემს ცხოვრებაში დაბადების დღე არ მაქვს გადახდილი. ამდენი წლის ვარ და სუფრა არ მქონია. არც ვაპირებ. არ ვზეიმობ არც ერთ დღესასწაულს. გათენდა და დღეს არის ჩემი დაბადების დღე და ვარ ბედნიერი. გათენდა დღეს არის ახალი წელი და ვარ ბედნიერი. და იყავი ყოველდღე ბედნიერი. რა მარტივი სათქმელია. მარტივი სათქმელია, მე ამას ლექსად კი არ ვამბობ. რა გიჭირს? აი რა გინდა? მე? ხო. მე არაფერი არ მიჭირს. აბა მარტივისად ანუ მე ვფიქრობ, რომ აღნიშნოთ. ხო. ბედნიერებას მანიჭებს. ხო. იმიტომ რომ შესაძაც ჩემ მეგობრებთან ერთად რაღაც საღვნიშნავეს, ჩემი დაბადების დღე იქნება თუ ახალი წელი, რაღაც ემოციებისგან ვიცლები, რაღაც ემოციებს ვიღებ. და მე ესე ვთქვათ, ამით ვიბუსტები და შემდეგი დღეებში უფრო პროდუქტიული ვარ, ესე ვთქვათ. რაღაცა არ მომეწონა, არაფერი არ მიჭირს რომ მეთქვა. არაფერი არ მიჭირს. არაფერი არ არაფერი არ გიჭირს. მიჭირს. აჰა, ბედნიერი ხარ. კი. ყველაფერის ის აგაკ, კმაყოფილი ხარ ყველაფრით. საკუთარ, ანუ მე უყურებ ეგრე რა, ჩემ თავს რა კმაყოფილი ხარ რაც. კი, რა თქმა და ამბიცია სადღა არის? ამბიცია მაქვს პროფესიული. ხო. უბრალოდ. მეტი არაფერი, რომ YouTube-ზე მყავდეს 100.000 გამომწერი, მეტი არაფერი არ არის ჩემ ამბიციაში. ამ ეტაპზე. ცხოვრების ამ არა, ეტაპზე. ნახე, ჩემთან ეგ არ უნდა გეთქვა. ჩემთან უნდა გეთქვა, რომ YouTube-ზე მინდა, რომ მილიონი გამომწერი გყავდეს, იმიტომ რომ ჩემთან ეხლა გადაცემას დავდებ. კი ბატონო. დაიდება გადაცემა, რომელშიდაც ჩემთან რასაც ამბობენ, ის უხდებათ. ანუ 100.000. ჯიუტი ხარ, გინდა მილიონი. აი ესე იგი რა ხარ მე ვთქვი. არა. ანუ რაღაც ლიმიტი ხო აქვს. მე ვფიქრობ, რომ 100.000 ზემოთ უკვე ციფრი ამ ფორმატის გადაცემისთვის ძალიან დიდია. კარგი, ნახე, არ გინდა ესეთ რაღაცას, ნუ ამბობ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მალე მოგეცეს 100.000 გამომწერი და 100.001-იც აღარ მოვიდეს მერე. შეგისრულდეს ის, რასაც ამბობ. და რა გინდა 100.001, 2 და 200.000 აღარ გინდა? მაგას თუ აცდება ძალიან კარგი. და გირჩიე აგერო, ინატრე და მოგეცემა. ინატრე და მოგეცემა. ხო. ფიქრს მაინც არ აქვს უკუნიშნულობა, ფიქრზე როცა კითხეთ. რასაც კარგი, ფიქრობ. მართალი ხარ. მართალი ხარ. ჯიუტი ვარ? ჰა? ჯიუტი ვარ თუ? არა, ჯიბრიანი ხარ ძალიან. გადაუსვი ახლა კითხვას, გადაუსვი ხაზი. ეს პასტა დაიხარჯა. ეგ პასტა გეყოფა ალბათ 1-5 წელი. კი. თქვენი აზრით რატო უყვარხართ ხალხს?
ესავა რაცა ვარ. გინდა გიყვარვარ, არ გინდა და ნუ გიყვარვარ. აი იცი რა არის? გინდა გითხრა ძალიან უცნაური რაღაცა. აი არის სიტუაცია, სადაც მეპატიჟებიან. კი ბატონო. და იქ ვიცი, ადამიანები არიან, ვისაც არ ვევასები. და არ მივდივარ. რატო იცი? არ მინდა რომ გავანერვიულო ისი. იბოღმებია, რატო იცი? მხედავე, აცვიათ ბრენდები რაღაც ასწავლები ეს, მე მივდივარ კონციალა რაღაცა ლილოს შარვლით და ისე მე ვარ რაღაცა. არ დავეძებ, არ მივდივარ, არ ვხედქა გულზე. რა ვქნა მეტი? სხვადასხვა მე ვამონტაჟებ ჩემს კვიზებსაც მოკლეს. როცა უყურებდი, ანუ ჩაწერის დროს ვერ მივხვდი. სულ მგონია რომ ხუმრობთ. მე? ხო. ხუმრობ ეს კვიზი რა არ მომეწონა ის, რატო იცი? მე ვიცი, მე მიყვარს ბევრი ლაპარაკი. და მოჭრილი პასუხები უნდა ხო და მოჭრილი პასუხები, იცი როგორ ისე გულდაკლული ვარ ხოლმე. და ეს დიდი კვიზი რო გავიგე. ეგრევე დავთანხმდი. პაწია კვიზზე, აი აღარ მინდა ეს პაწია კვიზი. ქსიამოვნეთ როცა ხუმრობთ? არა. სიამოვნებს ვისაც ვეხუმრები ის რო იცინის. ამით იღებთ დიდ ენერგიას სავარაუდოდ. ხო. და მე მაინტერესებს კიდე ქვებზე მქონდა კითხვა. ხო. თქვენს ხელში ჩაულებრივი ქვა როგორ ხდება განსაკუთრებული ქვა? აი ხლა მაგ კითხვაზე სერიოზულად ხო. იცი როგორ არის ნებისმიერი ქვა. ნებისმიერი ქვა გაგიკვირდება და აი ქვა მიპოვია ქუჩაში და ჩამისვავს ოქროში ან ვერცხლში. ნახე ხდება კოდირება. ქვის გაცოცხლება. კი ბატონო. აი ქვა შეიძლება გახადო კოდირებული, რომელმაც მოგიტანოს ბედნიერება. შეერთებულია პირდაპირ იმ ფიქრთან, რომ შენ ეს ქვა გაძლევს ძალას და ცოცხალი ქვა გაქვს. ანუ ეგ სადღაც ისწავლეთ, რომ ეგრე არის? არა, აი ხა ნახე გეტყვი ერთ რაღაცას. ეს რა თქმა უნდა ვისწავლე, მაგრამ სანამ ვისწავლიდი, ჭიათურაში მე ვცხოვრობ, სადაც ლიანდაგებია და ის გზა უნდა გავიარო, სადამ სკოლაში მივიდოდ და იქ ეყარა ბევრი ქვები. აი ესე რომ მივდიოდი ხოლმე, აი ფიქრები, ხო მითხარი ფიქრები. ახლა მივდიოდი და ფიქრობ, რომ ნეტა ეს ქვა პირველად სად იყო, სად მოტეხეს, სად რაღაცა, მე ჭიათურაში როგორ აღმოჩნდა. აი ესე ფიქრობ, მივდივარ, ფიქრობ და დავინახე ქვა რაღაცა პატარა. და ეს ქვა ავიღე, პატარა ქვა და იქ იყო რაღაცა დიდი მილი და ამ მილზე დავდე. და საღამოს რომ მოვდიოდი, ვაკვირდებოდი იქ დამხვდება თუ არა. და იქ მხვდებოდა ხოლმე და მე წავიყვანდი სახლში. აი ურთიერთობები მქონდა ესე ქვებთან. ჩემი, აი არ მიყვარდა თამაში, ფეხბურთი, ველოსიპედი, არა, აი ეს ქვებთან მქონდა სულ ესეთი ისა. მე აი ქვას, აი ესე სულ დავდიოდი ძირს, ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ აი ეს ქვა მეძახის. და ეხლა ვიღაცამ იფიქრა ერთ-ერთ შოუში, ქვა მეძახის, ხო მოვტენ სიცილით. გიო, ესე კი არ მეძახის, აი ფსიქოლოგიურად ხო და აი ესე მქონდა ქვებთან ურთიერთობა. ნუ უკვე გავიზარდე, დავინტერესდია ეზოთერიკით რაღაცა და უკვე იქ ბევრი რამე გავიგე. როგორ შეიძლება, სად შეიძლება დადო, რომელი ქვა, როგორ, რანაირად. აი ახლა ჩემს იოგაზე იცი ბევრი რამე თუ ნახე იმდენად შეგიძლია მართო შენი გონება საგნობრივად ისე. აი ეს ქვა არის პარაიბა. რას ნიშნავს? ეს არის ქვა, რომელსაც ატარებ, მე ვატარებ და იმხელა სულიერ სიხარულს მანიჭებს, რომ აი დილიდან ვარ ბედნიერი, რომ გავიკეთე. ასე დავარქვი.
მრას დავეძებ, ხო ვარ ესე. ბატონო, რასთავარია ხართ, ბედნიერად. ნეტა რას ფიქრობ, შემძე ახლა ვიჩქარა მითხარე. არა, არა. კი, ეხლავე. მე ვფიქრობ, რომ რაღაცებს საკუთარ თავს აჯერებთ. და ეს ასე არ არის. და შეიძლება ესე არ იყოს. და ისე რო იყოს, როგორც არის, ხო. მაშინ ტრისაც. არჩობია ესე იყო? არა, ნახე, იცი რა არის? ეთყობა ძალიან რეალისტი ხარ. მე? ხო. კი, ძალიან რეალისტი ხარ, სანამ ხელით არ შეეხები, სანამ არ დაინახა და ისე არ გჯერა. ამჯერა. ესეც ახალგაზრდულია. ესეც ახალგაზრდულია და წარმოშობით საიდან ხარ? ფოთიდან, მეგრელი, სამეგრელო. ხო, არა, აუცილებლად, სხვათა შორის მაგასაც მნიშვნელობა აქვს, რომელ კუთხეში დაიბადე, ვინ ხარ, რა ხარ, წარმომავლობა, ის რომ მეგრელი ხარ, ის რომ მე ეს მგონია, მე იმასაც უშვებ, რომ მე თავს ვაჯერებ, მაგასაც უშვებ. ანუ რეალობას მე არა ვარ მოწყვეტილი. კი ბატონო. მაგრამ მე ის უფრო მაოცებს, რომ ეს ქვა ნახე როგორი ფერია, ეს ქვა სადღაც ხო ბუნებრივია, სადღაც არის ამ სილამაზის ქვა და მე დაბადებული ჭიათურაში რიყის ქვის და მარგანეცის გარდა ქვა არ მქონა ნანახი და აი ამ ფერს რო ვხედავ მაბედნიერებს, მაშინ შენ ენაზე გეტყვი. კი ბატონო. ვხედავ და მაბედნიერებს. რომ მაბედნიერებს, კარგ განწყობაზე ვარ. კარგ განწყობაზე რო ვარ, აგერ გიზი ვარ აქ. გასაგები, აი ამომწურავი ახსნა იყო ეხა ამ ყველაფერს. ნუ სხვა გზა არ მქონდა. მოკლედ, მე მინდა თუ შეგიძლიათ რომ 5 რჩევა ურჩიოთ ადამიანებს, რო გაიღვიძებენ როგორ მოიქცე. თუ გაიღვიძებენ უნდა გეტყვი. ხო, თუ გაიღვიძებენ, კი ბატონო. იცი რა, ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახალს ვერაფერს ვერ ვამბობ და ახალი აღარაფერი აღარ არის. ჩვენ გვიყურებს ანალიტიკა გვიჩვენებს. 14 წლიდან 25 წლამდე. მათთვის ფიქრობ რომ ახალი იქნება. შეიძლება. ხო, მაგრამ ნახე, ეგ განსხვავება, იცით, YouTube-სა და ტელევიზიას შორის. რო აქ ყველაფერი ჩანს საერთოდ. რომ მოწუძე გათიშა, ვინ გათიშა, რამდენი წლის იყო, საიდან რა საინტერესოა. კი. ეგ არ ვიცოდი. აი, ნახე, მე დღეს მოვედი და მივდივარ განათლებული. მეც ძალიან ბევრი რაღაც მივიღე დღეს. ხო. რაც შეეხება გაღვიძებას ვიტყვი, რა არის იცით? ინდივიდუალურია. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ადამიანს უჭირს მატერიალურად, ფსიქოლოგიურად, შეყვარებულია ავათარი და ეუბნები. დილით გაიღვიძებ და გაიღიმე. და თქვი, მზეს ვხედავ ამოვიდა და ბედნიერი ვარ. აი ხლა აგრესიაში ხო, ბავშვს უნდა რაღაცა, 14 წლის ბავშვს. კი ბატონო, რო გვიყურებს ახლა. უნდა რაღაცა შეუსრულდეს. ძირითადად უყვართ. კი ბატონო. შეყვარებულები არიან. 14 წლის ასაკიდან. ხო და იცი რა არის, მას უნდა სიყვარულში გაუმართლოს. ძალიან ბევრი 14 წლის ასაკში, ნუ 13, 15 თავის გარეგნობაზე ფიქრობს, ბიჭებიც და გოგოებიც, რომ ვიღაცას უნდა მოეწონოს. ამ ასაკის ადამიანებმა უნდა იფიქრონ, რომ აი თუ განწყობა მექნება ბედნიერი, გარეგნობაც შემეცვლება და ვიქნები სიმპათიური. საინტერესო. და იფიქრონ ამაზე. 25 წლის, ეხლა ნუ ნახე იმაზე ვარ და იმ სტატისტიკაზე რაც ხო, აი ამაზე ვარ და კარგად ვფიქრობ, რა არის იცით, მომავალი წინ არის. ანუ 14-დან 25 წლის ადამიანებმა უნდა იცოდენ განწყობა. აი ლობიოს ვერ მოხარშავ წყალი თუ არა გაქვს. წყალი არის განწყობა. განწყობა თუ აქვთ კარგი, მომავალიც არის კარგი. განწყობა თუ გაქვს კარგი, გარეგნობაზე მოქმედებს. მიხვდი, მოწყენილი ადამიანი არის მოშვებული და არ არის ის სიმპათიური, რა მაგარიც არ უნდა იყოს. და როცა შენ სავსე ხარ,
მაშინ ასხივე ბედნიერებას. აი არიან ადამიანები, მაგარი ბიჭები გარეგნულად, არც ერთ გოგოს არ მოწონს. არიან პირიქით ულამაზესი გოგოები და ერთი ბიჭი არ ეტყვის მომწონს. ეს არის ენერგეტიკული ველი. ადამიანებმა უნდა იფიქრონ ველზე. თუ გაქვს ველი ძლიერი, კარიერაშიც, პირადშიც, ყველაფერში მაგრად იქნები. მე ერთ-ერთ სეანსზე ვიყავი სხვათა შორის და მითხრეს, რომ სუსტი ველი გაქვს. მე ახლა ეგ როგორ უნდა გავაძლიერო? არ გეტყვი, არ შეგაშინებ ახლა, რაც ვიფიქრე შენზე. იყო საინტერესო შიშიც. არა, არ გეტყვი, იმიტომ რომ ძალიან დაგაფიქრებ. მე კარგია ფიქრი არა? არა, ეს შეიძლება დაგაკომპლექსო. არა. ეხლა როგორ ფიქრობ, თვითონ შეგეცვალა ოდნავ რაღაცა მოხდა მაინც? გულში? ხო. კი? რატო გეუბნები, იცი? ნახე, რა თქმა უნდა გამოგცადე. აი რა ვიფიქრე, გეტყვი. ის ტყუილი იყო, რაზედაც პედალირებას ვაკეთებდი. გაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ოღონდ მართლა. ხარ ღრუბელივით, აი ისრუტავ და იგებ ბევრ რამეს. ერთადერთი ამბიცია ახსენე. როგორც კი არაჯანსაღი ამბიცია შემოგეპარება, ყველაფერს დაანგრევ. იყავი ძალიან ფრთხილად და ცოტა თავმდაბალი. საინტერესო რჩევა იყო. მიხვდი ხო რაც გეუბნები? ის რომ დაუშვათ ეს რაც შევძელი, კი ბატონო. რატო გასწორდი ხო? უფრო დავინახავ. რაც შევძელი ესე დამენახა. და იცი რა არის? ის რომ მე ვიფიქრე რომ კარგი მომავალი გაქვს და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს, თან ამას გისურვებ, იმიტომ რომ დააკაკუნა ხედავ, ნიშანი მოგვცა. არ გჯერა ის ხო? მოიტანა ეთყობა, მოთმინიერებული ხავთ? თან ვაკაკო. ხო და ნახე, მე ეს ხო გამეხარ. იყოს იგაძო, ის ცხოვრობს, ეს ღმერთმა გააჩინა ეგეთ. ხო და ნახე, ერთი რამეა. ის რომ კარგად უნდა იყო, ყველაფერი არის ჩვენ ხელში. ოღონდ მართლა. თავის უფალი, უფალმა მოგვცა ეს თავის უფლება იყოს მოგვცა ეს და ჩვენ განვაგებთ ჩვენ ბედს. კი ბატონო. მოდი გაგიმარჯოს. დიდი მადლობა. პირველ რიგში ერთად გაგვიმარჯოს, მოდი ესე. არა, ეხლა ერთად გაგვიმარჯოს. ერთად არ მინდა შენთან ერთად გამარჯობა. ცალკე გავიმარჯო მე, ცალკე შენ. მომისმინე. კაი. აი, ეხლა მომისმინე, ერთი რამე მინდა გითხრა. კი ბატონო, გისმენთ? რა გულითაც ეხლა მე აქ მოვედი და რა გულითაც გადღეგრძელო და რა გულითაც გისურვო. წინსვლა, ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, აი იმ გულით მე ამ წამიდან ვიყო ისე როგორც მე გისურვე. ანუ რატო გეუბნები? იმხელა ძალას ვიღებ, როცა ადამიანს რაღაცა კარგს ვუსურვებ, ეს ხო ვიცი, თავისთავად სიკეთეა. და მე ვიცი, რომ ეს არის ენერგია, რომელიც მე მაცოცხლებს. გაგიმარჯოს და საერთოდ სიცოცხლეს გაუმარჯოს. სიცოცხლეს გაუმარჯოს. ძალიან ბევრი რჩევა მივიღე დღეს. მაგრამ ბოლო მონაკვეთმა მართლა შემზარა. იგრძენი? საინტერესო კითხვა იყო ეს. არა, იყოს ის გველაპარაკება, მე ვიცი. იცი რა არის, ნახე, რატო ხარ იცი ჯიუტი და უტეხი? აი ყელში გიცემდა გული, რო გელაპარაკებოდი და არ იმჩნევდი. აი, არ იმჩნევდი.
და მე კიდე გულისგერა მესმოდა და არ იმჩნევდი. ამიტომ იცი რა არის მე რომ ყოფილიყავი აი ჩემი გულწრფელობა. ვაიმე რა მართლა ანუ რაც გულმა მითხრა იმას ვიტყოდი. გეთქვა რას იკავებდი თავს. გაგიმარჯოს. სიცოცხლეს გაუმარჯოს. და გინდოდა კაცო წყურო და ისა. მე კი. დამაცადა გეტყვი, გაჩერდი არ დალიო. ოღონდ ეს ჩასვი აუცილებლად. კი. ნახე რომ გადღეგრძელე პარალელურად ბოლომდე არ დამამთავრებინე მინდა ის გამომწერები გიდგეგრძელო რომლებიც არიან ეხლა გამომწერები და უფრო დიდი ბედნიერება იმათ ვინც აწი გამოგიწერს. ძალიან დიდი მადლობა. აქაც იმას ფიქრობ, რომ მეტი გამომწერები გყავდეს. გაიხარე. გაიხარეთ. რჩევები არ ნახე, დაგვისურვებია. მეშვიდეთ მოგიჭახუნე უკვე. ხო. და ესეც რაღაცას ნიშნავს. 7 არის საიდუმლოებით მოცული ციფრი. როცა ადამიანი საიდუმლოებით არის მოცული, არის ბედნიერი. და არაფერია არხი, ტელევიზია. საიდუმლოებით არის ეს ყველაფერი მოცული. გაგიმარჯოს. გაგაფრთხილე, ბევრი ლაპარაკი ვიცით ხო და არ მაწყვეტინებ და რა კარგი. კარგია. პატარა დამონტაჟდება და კარგი იქნება. კარგი. კარგი. რჩევები დავასრულეთ, დილით რა უნდა გააკეთო ხო, დავასრულეთ. გინდა? კარგი, მაშინ საჩუქრად გადმოგცემთ გონაძეების ღვინოს, წითელ ღვინოს, როგორც ახსენეთ, რომ ძალიან გიყვართ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეთქვით, რომ მობრძანდით. დღეს ჩვენი სტუმარი იყო გია ჯაჯანიცი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გაიხარე.